ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1921 წლის 30 აპრილია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტსამმართველოს თავმჯდომარედ დაინიშნა ამხანაგი ლავრენტი პავლესძე ბერია. თბილისის საბჭოს კომუნალურმა განყოფილებამ ქალაქისთვის გარეუბნების შემოერთებასთან დაკავშირებით საგეგმო კომისიას წარუდგინა ახალი გზის გაყვანის პროექტი. ეს გზა ვაკეს შეუერთებს ლენინის პროსპექტს და საბურთალოს. ამ გზის გაყვანა ნაკარნახევია იმითი, რომ ვაკეში გამოყოფილი ადგილი სამეცნიერო ქალაქისთვის, ხოლო საბურთალოში აიგება სოციალური ქალაქი 75,000 კაცისთვის. ამიერკავკასიის ძირითადი საწარმოების მუშების სპეცფეხსაცმლით მომარაგება პირველ კვარტალში დიდი შეფერხებით და არასაკმაო რაოდენობით წარმოებს და სპეცფეხსაცმლის შემოზიდვის გეგმა მხოლოდ 40%-ით შესრულდა და თუმცა დაგვიანებით, მაგრამ ეს გეგმა შესრულებული იქნება. დარჩენილი ფეხსაცმლის 25% უკვე გზაშია, ხოლო დანარჩენი კი იტვირთება. საქართველოს სააფთიაქო სამმართველოს ნება დაერთო ააგოს თბილისში ფარმაცევტული ქარხანა, რომელსაც ექნება 3 საამქრო. ქარხანაში იმუშავებს 120 მუშა. ქარხნის აგება წლის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს. გარეკახეთის რაიონში ფართოდ გაიშალა არხების გაწმენდის საქმე. გამოცხადებული იყო დამკროლური თვე. მოეწყო შაბათობები, რომლებშიც არხების გაწმენდა ძირითადად დამთავრდა. სარწყავი სისტემის მოწყობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო გარეკახეთის კომკავშირმა. მისი ინიციატივით გაიწმინდა არხების 1650 მეტრი. გარდა ამისა, რაიონის ხელმძღვანელობა ღებულობს ზომებს მოსალოდნელი წყალდიდობების წინააღმდეგ. ხდება გლეხების მასობრივი გასვლა საგარეჯოს მდინარეთა ჯებირების გასამაგრებლად. უშინ მიწას მიაბარეს სახალხო მწერლის დავით კლდიაშვილის ნეშტი. დღის 3 საათზე ხელოვნების სასახლესთან შედგა სამგლოვიარო მიტინგი. განსვენებულის მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე სიტყვა წარმოთქვა პროფესორმა კორნელი კეკელიძემ. ხელოვნების სასახლის აივნიდან საქართველოს მთავრობის სახელით სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ცაკის მდივანმა ამხანაგმა სილოვან თოდრიამ. ქართველი მწერლების სახელით სიტყვა წარმოთქვა პაოლო იაშვილმა. შემდეგ გამოვიდა რუსთაველის თეატრის წარმომადგენელი ამხანაგი აკაკი ვასაძე. ასევე გამოვიდნენ მოძმე რესპუბლიკების მწერალთა წარმომადგენლები. წაიკითხეს სამძიმრის დებეშები. დაკრძალვას დაეცნენ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე ამხანაგი ლადო სუხიშვილი და განათლების სახალხო კომისარი ამხანაგი არჩილ კვირიგაძე. გადმოიცემოდა 1921 წლის 30 აპრილის უკანასკნელი ცნობები.